კახეთში მცენარეთა მავნებლებისა და მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები ყოველწლიურად ტარდება. რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რასახის ღონისძიებები ტარდება რეგიონის მუნიციპალიტეტებში, რას აკეთებს სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას გავრცელების პრევენციისთვის და რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ. ამ თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე დავით ყიყინაშვილთან. გამარჯობა, დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ვიცით რომ ფაროსანასთან ბრძოლის აქტიური ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობს, თუმცა კახეთშიც პრევენციის მიზნით ტარდება გარკვეული სამუშაოები და დეტალურად რომ გაგვაცნოთ, რას მოიცავს ეს. მოგახსენებთ რომ კახეთის რეგიონში ფაროსანის საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები პრევენციულ ხასიათს ატარებს. ასევე აღსანიშნავია რომ ტრანსსასაზღვრო ფორმატში მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მთლიანად კახეთში, კახეთის რეგიონში ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მონიტორინგი, კერძოდ ჩვენს მიერ განთავსებულია 680 ერთეული მონიტორინგის სისტემა და ყოველდღიურად ჩვენი სპეციალისტები ახორციელებენ ზემოაღნიშნული სისტემების დათვალიერებას, კონტროლს და აღრიცხვას. კახეთში და სრულიად აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა დაგვიფიქსირდეს ვიზუალურად შესამჩნევი მავნებლის ერთეული რიცხოვნობა, თუმცა აღსანიშნავია რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება არ აღინიშნება და სახელმწიფო გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ყველა შესაბამის ღონისძიებებს აიმისოდ რომ სამომავლოდ შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების რისკი იყოს თავიდან ნაცვლებული. რაც შეეხება შეწამული სამუშაოებს, ამ ეტაპზე რა რაოდენობის ფართობი არის დამუშავებული? აღსანიშნავია რომ ის ღონისძიებები, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს, არის კომპლექსური, კერძოდ მოიცავს მონიტორინგს, კონტროლის ღონისძიებებს, რაც თავის თავში გულისხმობს წამლობას, წამლობით ღონისძიებებს და არის კიდევ საინფორმაციო უზრუნველყოფა და საკონსულტაციო უზრუნველყოფა. რაც გულისხმობს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას ამ კუთხით და მათ მეტ ჩართულობას. ჩართულობას პირველ რიგში და ჩართულობის შემთხვევაში მეტ ჩართულობას, რათა მათ იცოდნენ ის საჭირო ღონისძიებების თაობაზე ყველაფერი, რომ თავადვე განახორციელონ მათ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებში საჭირო ღონისძიებები. კონკრეტულად რა უნდა იცოდნენ? სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველთვის მზად არის და ვალდებულიც არის გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია ფერმერებს, მოსახლეობას იმის თაობაზე, თუ რა მექანიზმები უნდა გამოიყენოს, რომ სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების რისკი. ამ კუთხით ჩვენ ვაწვდით სპეციალისტები, შესაბამისი სპეციალისტები სააგენტოს აწვდიან ზუსტ ინფორმაციას ბრძოლის მექანიზმების თაობაზე, რომლებიც მათ უნდა გამოიყენონ საკუთარ სავარგულებზე, ნაკვეთებში. უსაფრთხოების წესების დაცვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და როგორ ხდება მოსახლეობის ინფორმირება? კი ბატონო, მოგახსენებთ. ჩვენს მიერ გატარებული ბრძოლის ღონისძიებები ტარდება გარემოსდაცვითი ნორმების და უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ჩვენი საქმიანობა კოორდინირებულად ხორციელდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომლებიც ახდენენ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას შესაბამის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. ამავდროულად ჩვენ შეტყობინებებით ვახორციელებთ მოსახლეობისთვის 24 საათით ადრე ინფორმაციის მიწოდებას დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე და უშუალოდ ღონისძიებების დაწყების წინ ვახორციელებთ დამატებით მოსახლეობის გაფრთხილებას, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც ჩასტარებელი ღონისძიების დროს არის დასაცავი. ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში რომელიმე მოსახლეს არ მისდის შეტყობინება, შეუძლია მათ ჩვენ მოგმართონ და მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ და ყველა დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე სამომავლოდ მიეწოდებათ ინფორმაცია. რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინო კონკრეტულად, როგორც ახსენეთ თქვენ? ჩვენ ვაწვდით სრულ ინფორმაციას დაგეგმილ ღონისძიებების თაობაზე. ეს ინფორმაციის შინაარსი არის სწორედ ის, რომ როდესაც ტარდება ღონისძიებები, უნდა თერმული ნისლით წამლობის ღონისძიებები ტარდება დასახლებულ პუნქტებში, მოსახლეობამ უნდა დაკეტოს სკაფანდრები და იმ დროს, როდესაც უშუალოდ ღონისძიების ჩატარების დროს მოერიდონ
თერმულ ნისლს. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინონ მათ. და ეს გაფრთხილების, წინასწარი გაფრთხილების სწორედ დანიშნულებაც არის ის, რომ სანამ ჩვენ დავიწყებთ ღონისძიებას, მოსახლეობა იყოს მზად და იყოს ინფორმირებული ამის თაობაზე. დიახ. თუ ვერ მოასწრეს დაკეტვა, შესაძლებელია მათ ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე შეექმნას. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩვენი ყველა ღონისძიება, რასაც ატარებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრი არის გარემოსდაცვითი ნორმების სრული დაცვით და უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით ჩატარებული და ტარდება ძალიან მაღალი სტანდარტით. თვითონ პრეპარატი თუ ტექნოლოგია არის ამერიკული და ევროპული და აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ და ყველანაირად უზრუნველყოფთ იმას, რომ არ მიადგეს არანაირი ზიანი არც მოსახლეობას და არც გარემოს. პირიქით ჩვენი მიზანია და ამ მიზნობრივი პროგრამის დანიშნულებაა ის, რომ ჩვენ მოსახლეობას დავეხმაროთ, ვიზრუნოთ მათზე და ეს არის ჩვენი ამოცანები და დანიშნულება. დიახ. კოღოს საწინააღმდეგოდ სტარდება ღონისძიებები და იგივე პრინციპით მოქმედებთ? მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული იყო უხნალეთიანი, რამაც კახეთის რეგიონში რამოდენიმე მუნიციპალიტეტში გამოიწვია გარკვეული ტერიტორიების დატბორვა. თავისთავად აღნიშნულმა პროცესებმა გამოიწვია კოღოს რიცხოვნობის ზრდა. მთავრობის 2016 განკარგულების საფუძველზე, რაც გულისხმობს ტრანსმისიულ დაავადებათა და გადამტანებთან, კერძოდ კოღოს წინააღმდეგ ბრძოლას, ამ განკარგულების ფარგლებში ჩვენ ვატარებთ აქტიურ ღონისძიებებს იმ რეგიონებში, სადაც მომრავლებულია კოღოს რიცხოვნობა. კერძოდ სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალიზებული ტექნიკით და თერმული ნისლის ტექნოლოგიით ატარებს აქტიურ ღონისძიებებს კოღოს გავრცელების მაღალ კერებში. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 12000 ჰექტრამდე ფართობები და დაგეგმილია 16000-მდე ჰექტარის დამუშავება. ჩვენს რეგიონზე საუბრობთ ხომ? კახეთში. კახეთი იგულისხმება კახეთის რეგიონი, ბატონო. და ჩვენთან არის ესე იგი მომრავლებული. კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არის ტერიტორიები, სადაც მისი თავისებურებიდან გამომდინარე უხინალექების ფონზე დაიტბორა გარკვეული ადგილები, მოგეხსენება ჩვენთან მდინარე ალაზანი ჩამოდის და განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებიც ახლოს არის ის დასახლებული ერთეულები, რომლებიც ახლოს არის მდინარე ალაზანთან, დგას ამ მავნებლის, კერძოდ კოღოს მაღალი გავრცელების უბრალოდ არის მაღალი გავრცელების ადგილები, სწორედ ის სოფლები, რომლებიც არის მდინარე ალაზნის სიახლოვეს და იქ არის დიდი პრობლემა და ამასთან დაკავშირებით მთავრობამ მიიღო შესაბამისი განკარგულება, რის ფონზეც ჩვენ აქტიურ ღონისძიებებს ვატარებთ, რათა ჩვენი მოსახლეობას უზრუნველყოთ და დავიცვათ. და ბოლოს რას ურჩევთ ფერმერებს? მოგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის ჩვენ რეგიონში საკმაოდ მაღალია პესტიციდების გამოყენების კულტურა. ფერმერებს აქვთ ინფორმაცია მცენარეთა დაავადებების და მავნებლების თაობაზე, თუმცა ამის მიუხედავად აუცილებელია სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული პესტიციდების შესაბამისი აგროსქემებით გამოყენება. სურსათის ეროვნული სააგენტო არის სრულგზადყოფნაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, დაეხმაროს მათ და ითანამშრომლოს ჩვენ ფერმერებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან. დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის და მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე დავით ყიყინაშვილი. მადლობა თქვენ და მადლობა თქვენს მაყურებელს.